დღევანდელ ჩემს ვიდეოს კონკრეტული ადრესატები ყავს და მე სახელობითად მიმართავ მათ, თუმცა რაც უფრო მეტი ადამიანი ამოიცნობთ საკუთარ თავს ამ ვიდეოში, მე მით უფრო მეტად გამეხარდება, რადგან ესე იგი პრობლემაც მით უფრო მარტივად მოგვარდება. როდესაც შევედით ამ პოლიტიკურ ბრძოლაში, ჩვენ თითოეული ჩვენგანი შევედით რაღაცა ჩვენი პატარ-პატარა მისიებით. და რაღაცნაირად ჩვენი პასუხისმგებლობის სფეროები და სივრცეები ავირჩიეთ. ყველა ხო თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეულმა მებრძოლმა და რაღაცნაირად ვთქვით რომ მე პასუხისმგებელი ვარ რაღაც აი ამ თემაზე და პასუხისმგებელი ვარ ბოლომდე. მე ესე მესმის ბრძოლაში შესვლა. სხვაგვარად უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როდესაც მე პასუხისმგებლობა ავიღე სინდისის პატიმრებზე, ავიღე იქამდე, ვიდრე სინდისის პატიმრები ამ ქვეყანაში არსებობენ. მაგრამ ამ ბრძოლიდან გაუჩინარებულ ადამიანებზე მინდა რომ დღეს შეკითხვა დავსვა და რატომ სვამ ახლა ამ შეკითხვას გეტყვით, იმიტომ რომ რაღაცნაირად ყოველ თვე, როდესაც იწყება საპატიმრო ბარათების შევსება და თქვენ იცით რომ ჩვენ ამ საპატიმრო ბარათებს ვავსებთ კონკრეტული პატიმრის ოჯახის წევრის, იმიტომ რომ ფონდი დაყადაღდა, ჩემი ფონდი აღარ არსებობს უკვე დიდი ხანია და მე შემეძლო მეთქვა რომ ფონდი აღარ არსებობს, აი რა გავაკეთო ახლა, ავდგები და წავალ სახლში. მაგრამ ვიპოვეთ გამოსავალი, ამ ბრძოლიდან არ გავედით, ვიპოვეთ გამოსავალი რომ პატიმრის დედის ანგარიში ჩარიცხულიყო, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია და დარწმუნებული ვარ რომ თქვენს უმრავლესობას სხვანაირად ვერ წარმოუდგენია და ყოველი თვის მართლა აი 10 რიცხვამდე ვიდრე პატიმრებს ბარათები უნდა შეუსვათ, ყველაზე რთული დღეებია ემოციურად, იმიტომ რომ რაღაც აი ყოველთვე უფრო და უფრო მეტად ჭირს. მოკლედ ამ ვალდებულების და დიახ ვალდებულების შესრულება სინდისის პატიმრების მიმართ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ თითოეული ჩვენგანი, ვინც ამ ბრძოლაში ვარ, ჩვენ ვართ ვალდებულები სინდისის პატიმრების წინაშე, იმიტომ რომ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა მათ ადგილას ყოფილიყო და ჩვენ ვართ ვალდებულები რომ ელემენტარული მინიმალური გავუკეთოთ ამ ადამიანებს და შევუსვათ ბარათები. და აი წინა თვეშიც მინდოდა რომ ეს მე თქვა ეს ვიდეო ჩამეწერა და ახლა ამ თვეში უფრო მეტად მინდა რომ მიჩნდება კითხვა ადამიანების წინაშე. აი ბრძოლაში რომ შევედით 1 წლის წინ. ახლა ამ შემთხვევაში მივმართავ Free Business-ის პლატფორმის შემქმნელს გიორგი ჩუგოშვილს და სინამდვილეში ამის შექმნის მთავარ მიზეზს ნიკა გილაურს. სახელობითად მოგმართავთ ორივეს. ანუ ვალდებულება რომ აიღეთ თქვენ თავზე, რომ რაღაცნაირად ეს ფინანსები მოგეზიდათ, პლატფორმა შეგექმნათ, ანუ კონკრეტული მიზანი გქონდათ? რაღაცა კონკრეტული მიზნისთვის გააკეთეთ ეს ყველაფერი და თქვენი მიზანი შესრულდა და დამტანთ, რომ ბრძოლა თქვენ არ მოგიგიათ. თუ თქვენი ბრძოლა იყო ის, რომ ეს ყველაფერი გაგეკეთებინათ, იმიტომ რომ ქოცები დაგემარცხებინათ, ანუ ჯერ ბრძოლა მოგებული არ არის. და გაქრით. აღარ არსებობთ. ანუ ის მაინც გაგეგრძელებინათ, რომ რაღაცა ინტეგრაციაში დარჩენილიყავით ადამიანურ ვალდებულებებში. აი მინიმალური მაინც გაგეკეთებინათ, რომ აი მაგალითად Free Business-ის პლატფორმა დაგეტოვებინათ და თანხების მობილიზება გაგეკეთებინათ, ხახნო რაზე ვლაპარაკობთ თან? თან ვლაპარაკობთ იმაზე, რომ თქვენ მაგალითად შეგეძლოთ მოგეპოვებინათ რაღაცნაირად 35,000 ლარი გვინდა თვეში იმისთვის, რომ სინდისის პატიმრების ფინანსური უზრუნველყოფა გავაკეთოთ. ჩვენი ვალდებულება, კი 100 ჯერ გავიმეორებ ამ სიტყვას, ჩვენი ვალდებულება შევასრულოთ. ანუ თქვენ ანუ პლატფორმაზე 100,000-ობით ლარებს რო აგროვებდით და მობილიზებული რო ყავდათ მთელი ეს ბიზნესი, ანუ ეს ხალხი ხო არ ხო არ სად გაქრნენ, ხო არსებობენ ჯერ კიდევ. მაგრამ თავარი არის რომ თქვენ აღარ არსებობთ. სადღაც წახვედით, აღარ ხართ, აღარ ჩანხართ და რისი თქმაც არ მინდოდა არის ის რომ მიჩნდება ეჭვი იმის შესახებ რომ რაღაცა თითქოს თქვენი კონკრეტული მისია გქონდათ, რა მისიაც გქონდათ, ეგ მისია შეასრულეთ და всё, გაუჩინარდით. ანუ არ ვიცი როგორ არ გინდებათ ყოველ თვე რომ რაღაცნაირი ინტეგრაცია გააკეთოთ, მინიმალური 5,000 ლარის თხოვოთ თითო ბიზნესმენს იმისთვის რომ პატიმრების ფული შევაგროვოთ და იმ ადამიანებისთვის მინიმალური უზრუნველყოფა გავაკეთოთ. ანუ მართლა თითოეულობით რო ხალხი რიცხავს, ანუ არ გიტყდებათ? ესე ხელის გულზე როდევს ყველაფერი უკვე თქვენთან დაკავშირებით? მართლა მაინტერესებს, არ გიტყდებათ? და ყოველ თვე როდესაც აი მართლა ამ თანხების მობილიზაციას ვაკეთებდა ჩვენ აქტივისტები ყველანი ვერთიანდებით, თავარი ფინანსური პლატფორმა რაც იყო დიდი, ანუ რისთვის შეიქმნა თავის დროზე Free Business-ის პლატფორმა, რამე კონკრეტული მიზნებისთვის, ან თავის დროზე როდესაც ინტეგრირდებოდით ჩვენ ფონდში თუნდაც, ანუ მაშინ რაღაც კონკრეტული მიზანი გქონდათ, რაც უნდა გაგეკეთებინათ და დღეს ეგ მიზანი ამოწურული აღარ გაქვთ. და თუ ბრძოლაში იყავით, მაშინ რა ვიცი, გაიქეცით ბრძოლის ხაზიდან? მართლა მაინტერესებს. მოგმართავთ ორივეს.
ნიკა გილაუშას და ჩუგოშვილსაც. იცოდეთ, რომ გვიჭრის პატიმრების თანხების შეგროვება და ეს არ არის მარტივი ამბავი. და მიიღეთ მონაწილეობა ამ ამბავში. გააცოცხლეთ პლატფორმა და მიიღეთ მონაწილეობა ამ ამბავში, ან გითხარით, რომ უბრალოდ გაიქეცით ამ ბრძოლიდან, იმიტომ რომ არასოდეს ამ ბრძოლის მოგება თქვენი ინტერესი არ ყოფილა. ასევე მიმართავ მამუკა ხაზარაძეს, რომელიც აი წინა არჩევნების პერიოდშიც ოღონდ მამუკა ხაზარაძე ძალიან განსხვავდება ამ ორი ადამიანისგან. ეხლა ამ შემთხვევაში ჩემი პოლიტიკური კრიტიკის მიუხედავად ამ ადამიანებს საპრიწონეთ ვერ დავაყენებ ნამდვილად. დამოუკიდებლად უბრალოდ ცალკე ვიდეო არ მინდა მამუკასთვის ჩავწერო და დამოუკიდებლად მიმართავ. ბატონო მამუკა, რომ იცოდეთ, ჩვენ ძალიან გვიჭირს პატიმრების თანხების მობილიზება ყოველთვიურად, ეს არ არის მარტივი ამბავი და იქნებ თქვენ მიიღოთ რაღაცნაირად მონაწილეობა, ან რამდენიმე პატიმარზე აიღოთ ვალდებულება თქვენ თავზე, ან უბრალოდ ინტეგრირდეთ ამ ამბავში და იცოდეთ, თქვენ მით უფრო ძალიან კარგად იცით უკვე რა არის პატიმრობის ფასი. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ შესწევთ შესაძლებლობა და არ აქვთ შესაძლებლობა იმისა, რომ საპატიმრო ბარათები შეავსონ. და ამიტომ იქნებ ინტეგრირდეთ და რაღაცნაირად ზოგადად ყველას მიმართავ, რომ სინდისის პატიმრები მხოლოდ საარჩევნო ლოზუნგები მიუქნება. რაღაცნაირად საქმით ვიყოთ ამ ადამიანების გვერდით. არა კონკრეტული ადამიანის გვერდით, იმიტომ რომ საჩვენო განცხადებები აკეთო, როცა ჩვენ გვინდა მერე. არა, არამედ ზოგადად ყველა პატიმრის გვერდით გავაკეთო და აქ არის საუბარი მინიმალურ თანხაზე. და ახლა მიმართავ ყველას, აბსოლუტურად ყველას. მეგობრებო, ამ ქვეყანაში არსებობენ სინდისის პატიმრები, ახალგაზრდა ადამიანები, იმდენად სწორი ადამიანები, რომ ქართული ოცნების პროკურატურამასაც კი უკან დახევ